ეთერში ბრუნდება დღეს ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ტერიტორიაზე, სადაც გასართობი ობიექტის აგება იგეგმება, რიგით ბათუმელებთან ერთად ხელოვანებით შეიკრიბნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მშენებლობა გარემოს ზიანს არ მიაყენებს. აქციის მონაწილეები ასევე ტერიტორიაზე ხების გაჩახვის ფაქტს გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ ადგილის დროებითი მფლობელი ალექსანდრე ინწკირველი მშენებლობას წესების დაცვით ახორციელებს. გასართობ ობიექტს სამშენებლო კომპანია ბერა მარადიდი აშენებს. ფირმის მფლობელის განმარტებით მშენებლობაზე 25 ქართველია დასაქმებული და კიდევ 15-ის დასაქმება იგეგმება. გასართობი ობიექტის მშენებლობა მაისის ბოლოს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ბულვარში მიმდინარე მშენებლობას არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებდნენ. დახურულია მთლიანად პლაჟი. დახურული მთლიანად. და რესტორნები და რაღაც უგემოვნებოებითაა გაკეთებული ყველაფერი. შეიხედეთ, დასკამები დგას, ვინ არის, რა დადის, ვის სადადის, არ იციან. ეს არ არის დამახინჯება? და მე ვიცი ახლა 100% აგერად ბანერი განაცვლი და შეხედეთ. აი ნახე რა საოცრებაა. კეთება ეს, იმიტომ რომ გაერთონ. გავიგე. ასეთი უსამართლობა ხდება დღეს, რომ ბატონი ალიკი არის ხელმოქმედი კაცი, აქედან დავიწყო ჩვენი ხელოვნების მიმართ, ისე არის მაგ კაცი. განწყობილი რომ ყველაფერს გვეხმარება, აი ჩამოგვიდეს სტუმრები, უფასოდ თავის სასტუმროში და მე ყველაზე მთავარი მინდა გითხრათ, რომ 10 ჩვენ ვართ ვეტერანები, რომელიც მაგი აი ფულითაც გვეხმარება. რა წინამდებობა უნდა გქონდეს, რომ აშენებს ისეთ რაღაცას აშენებს, რომელსაც ხელოვნების სფეროს გამოადგება ეს ყველაფერი. პროექტი 9 დღეში დასრულდება. ამ ეტაპზე 25 ქართველია დასაქმებული და 15-ის დასაქმება კიდევ იგეგმება. ჩვენ მხარს უჭერთ მწვანე გარემოს და მშენებლობას ყველა წესის დაცვით ვახორციელებთ.